მოგესალმებით. დღეს ცოტა სიჩქარეში ჩაწერილი ვიდეო გვაქვს, რადგან ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გამოიყენოთ ის მოკლე ფანჯარა, რომელიც ახლა გვაქვს. Claude Fable 5. ეს არის Anthropic-ის ყველაზე ძლიერი მოდელი, რომელიც თუ გაქვთ Claude-ის ფასიანი subscription-ი, დღეს თქვენ Claude-ში უკვე არსებობს და შეგიძლიათ მისი გამოყენება. თუმცა არის ერთი პრობლემა. გაქვთ მხოლოდ 3 დღე დარჩენილი, დღევანდელ დღესაც თუ ჩავთვლით 4 დღე, იმისთვის რომ გამოიყენოთ ის. ამ ვიდეოში გეტყვით 5 კონკრეტულ მიმართულებას, რისთვის შეგიძლიათ Fable გამოიყენოთ. მოკლედ რომ აგიხსნათ, რა ხდება. Fable 5 გამოვიდა 9 ივნისს და ეს იყო ახალი კლასის მოდელი, რომელსაც Anthropic-მა Mythos კლასი დაარქვა. ეს კლასი Opus-ზე მაღლა დგას და შექმნილი არის საკმაოდ რთული დავალებებისთვის და შექმნილია იმისთვის, რომ ეს რთული დავალება შეასრულოს დამოუკიდებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ დავალების შესასრულებლად დაჭირდება რამოდენიმე საათი. დავიდან 2 კვირით უნდა ყოფილიყო ეს მოდელი უფასო იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქვს აქტიური Claude-ის subscription-ი, თუმცა გამოსვლიდან 2 დღეში ამერიკის მთავრობამ შეზღუდა ამ მოდელის ექსპორტი, ანუ ყველას გაგვეთიშა ფაქტიურად ამ მოდელზე წვდომა. შემდეგ Anthropic-მა 2 ივლისს დააბრუნა ეს მოდელი, თუმცა 7 ივლისამდე მოგვცა მასზე წვდომა. იქნა გამომდინარე, რომ ChatGPT უშვებს ახალ მოდელს 5.6-მა 7 ივლისიდან 12 ივლისამდე გადაწია აფსესი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც subscription-ი. აქტიური subscription გვაქვს არის ის, რომ Fable 5 შეგვიძლია გამოიყენოთ მხოლოდ ჩვენი კვირის ლიმიტის 50%-ზე. მაგალითად, თუ გაქვთ ჯამში 100,000 გამოყენების საშუალება ერთ კვირიან ფანჯარაში, შეგვიძლია მხოლოდ 50,000 გამოიყენოთ Fable 5-ს. ეხლა კი გადავიდეთ უკვე იმ კონკრეტულ 5 დავალებაზე, რომელიც შეგიძლიათ Fable 5-ის გამოყენებით შეასრულოთ 12 ივლისამდე, რომელიც საგრძნობლად გაზრდის თქვენს პროდუქტიულობას. პირველი საკმაოდ უჩვეულოა, თუმცა ყველაზე დიდ შედეგს ალბათ ეს მოგვიტანს. სანამ წვდომა გვაქვს ყველაზე ძლიერ მოდელზე, შეგვიძლია მას მივცეთ ჩვენი წინასაუბრები Claude-თან და ვკითხოთ, როგორ წერ პრომპტებს, რას დაამატებდი, რას ვაკეთებ არასწორად და ასე შემდეგ. დაფიქრდით, ყოველდღურად ვწერთ ჩვენ პრომპტებს Claude-ისთვის და Claude Code-ისთვის, მაგრამ არასდროს ვიკითხავს AI-ისთვის, კარგად ვაკეთებთ ამას თუ არა. როგორ გავაკეთოთ ეს პრაქტიკულად? Claude-ის chat-ში თუ ჩართული გვაქვს fast chats ან memory ფუნქციონალი, შეგვიძლია პირდაპირ ვკითხოთ, გადახედეთ ჩემს ბოლო საუბრებს და გაანალიზეთ ჩემი პრომპტინგი. ხოლო ამის გაკეთება თუ Claude Code-ში გვინდა, შეგვიძლია პირდაპირ Claude Code-ს უთხრათ, რომ მოძებნოს ძველი სესიები, გადახედოს მათ და გაანალიზოს ისინი. გავუშვათ ეს პრომპტი, დაველოდოთ. ასევე შეგვიძლია ვკითხოთ დამატებითად სად ვარ ბუნდოვანი, რა ტიპის კონტექსტი აკლია ხოლმე ჩემს პრომპტებს, სად გვჭირდება დამატებითი ჩასწორებები და რატომ გვჭირდება ეს დამატებითი ჩასწორებები, ანუ რას ვაკლებ ჩემს პრომპტებს. ასევე შეგვიძლია ვთხოვოთ დაგვიწეროს 5 გაუმჯობესებული პრომპტი ისეთი დავალებებისთვის, რომელსაც ხშირად უშვებთ ხოლმე ჩვენივე ჩატებიდან გამომდინარე. შედეგად კი მიიღებთ პერსონალურ პრომპტინგის გზამკვლევს, რომელიც ყველა მოდელთან იმუშავებს და ყველა მოდელთან გაგიუმჯობესებთ შედეგებს. როგორც ხედავთ, გადახედა ბოლო 2 კვირის ჩატებს, მითხრა რაში ვარ ძლიერი, რაში ვკარგავ დროს და რა რჩევას მომცემდა. ასევე მითხრა, რომ საბოლოო ჯამში საკმაოდ საშუალოზე ბევრად ძლიერი პრომპტერი ყოფილვარ, რაც ასიამოვნოა და მიხარია. აქვე შეგვიძლია რაც წეგან ჩამოთვალე, ის შეკითხვები დაუსვათ და შესაბამისად იმ შეკითხვებზეც მივიღებთ პასუხს. მეორე იდეა Fable 5-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და განსხვავებულ უნარს ეხება, ის არ წერს მხოლოდ კოდს, ის უყურებს საბოლოო შედეგს, რასაც იღებს და ადარებს ორიგინალ დიზაინს. მაგალითად, თუ გვაქვს ვებსაიტის დიზაინი Figma-ში, ან გსურს რაღაც ვებსაიტის კლონის შექმნა. შეგვიძლია ჩაუგდოთ Claude Fable 5-ს ჩვენი დიზაინი ან სკრინშოტები და ამ სკრინშოტების მიხედვით შეადარებს მის მიერ შექმნილ ვებსაიტს და შეეცდება თვითონვე დახვეწოს და მაქსიმალურად გაიგიოს პირველადი სურათები საბოლოო შედეგთან. ამ ყველაფერს ადრე ხელით ვაკეთებდით, ანუ ვქმნიდით ვებსაიტს, შემდეგ ვადარებდით დიზაინს და უკვე Claude-ს პრომპტავდით იმისთვის, რომ მიგვიღწია იმ საბოლოო შედეგისთვის, რაც იყო Figma-ში. შესაბამისად, Fable 5-ს ამის გაკეთებაც დამოუკიდებლად შეუძლია. მესამე ნაწილი არის უფრო სტრატეგიული. კარგი იქნება თუ შექმნით ისეთ რაღაცებს, რაც დაგრჩებათ სამომავლოდ.
ეს შეიძლება იყოს სკილები, შეიძლება იყოს cloud.md ფაილი, ან სხვა. 12 ივლისიდან, უпростоრად 13 ივლისიდან, ანუ 12 ივლისად შეგიძლიათ გამოიყენოთ, 13 ივლისიდან აღარ გვექნება უკვე Fable 5-ზე წვდომა, შესაბამისად, უნდა შევქმნათ ისეთი რაღაცეები, რაც 13 ივლისის შემდეგაც დაგვრჩება. და ამ ყველაფერს შევქმნევინებთ ყველაზე ძლიერ მოდელს, Fable 5-ს. ეს წეღანაც ვახსენე, შეგვიძლია Fables დავავალოთ სკილების შექმნა ჩვენი ძველი ჩატების მიხედვით, ან cloud კოდის სესიების მიხედვით. ან ლოგიკა ასეთია, ყველაზე ჭკვიანი მოდელით ვქმნით იმ twins, რომელიც შემდეგ ამუშავებს იაფიან მოდელებს იმისთვის, რომ მივიღოთ კარგი შედეგი. მეოთხე, ეს არის Fable 5-ის ისევ და ისევ მთავარ super powers ვუბრუნდები. ეს არის გრძელი აგენტური დავალებების დამოუკიდებლად შესრულება. მაგალითები, რაც შემიძლია მოვიყვანო არის თუ ხართ დეველოპერი, რაღაც მოდულის მიგრაცია ერთ ტექნოლოგიიდან მეორე ტექნოლოგიაზე, რაღაც ახალი ფიჩერის დამატება თქვენი არსებული ვებსაიტისთვის ან პლატფორმისთვის, ან უბრალოდ თუ გინდათ გარკვეული რისერჩის გაკეთება, მაგალითად საქართველოს ბაზარზე არსებული რაღაც კონკრეტული მიმართულებით, კლოდ შეგიძლიათ მისცეთ ეს დავალება და ის ამ დავალებას აღიქვავს როგორც მიზნად და ამ მიზანს შეასრულებს დამოუკიდებლად. მთავარი განსხვავება, რასაც შეამჩნევთ, იქნება ის, რომ Fable უფრო ნაკლებად გაჩერდება, უფრო ნაკლებ შეკითხვას დასვავს, რადგან ის ამ ყველაფერზე ფიქრობს თვითონ და ნაკლებად გაწუხებთ თქვენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთვის საჭიროა, რომ კარგი, სწორი და ზუსტი მიზანი მივცეთ, ანუ აქაც გვჭირდება კარგი პრომპტი. ბოლოს კი მეხუთე რამ რაც უნდა გააკეთოთ, არის შექმნათ სხვადასხვა ტიპის SaaS-ების კლონები თქვენთვის. მაგალითად, თუ იყენებთ ინვოისირების სისტემას და იხდით ამ ყველაფერში გარკვეულ თანხას ყოველთვიურად, ან იყენებთ ხელმოწერების სისტემას, CRM-ს, არ აქვს მნიშვნელობა რას. Fable 5-ით შეგიძლიათ დაარესერჩოთ ეს პროდუქტი, რომელსაც იყენებთ, აუხსნათ რომელ ფუნქციონალს იყენებთ და შესაბამისად ამ ფუნქციონალის მიხედვით შექმნათ იმ SaaS-ის კლონი, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებთ და რომელშიც გარკვეულ თანხას იხდით. მაგალითები, რომელიც შემიძლია მოგაწოდოთ, არის ყოველთვიური subscription-ების tracker-ი, ანუ ყველა subscription-ი, რაში იხდით ყოველთვიურად ფულს, ამის პატარა mini აპლიკაცია, შესაძლებელია ამის არტიფაქტშიც აწყობა, ინვოისების გენერატორი, კონტენტის იდეების გენერატორი, პირადი dashboard-ი, სადაც ყველა თქვენი მეტრიკი ჩანს, ანუ ის ინფორმაცია, რომელიც ყოველდღურად გჭირდებათ. ასევე ჩემს შემთხვევაში, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ვმუშაობ ჩემს საკუთარ Agentic OS-ზე, ინტერნეტში ალბათ შეგხვედრიათ მსგავსი ვიდეოები, რომელიც ჩაბმული იქნება ჩემს Obsidian-ის ციფრულ ტვინზე, რომლის ვიდეოც გუშინ დავდე და ეს Agentic OS-ი იმუშავებს Obsidian-ის ფაილების მიხედვით, ანუ რაც ერთობლივად იმუშავებენ და ამ Agentic OS-ში მეყოლება უამრავი აგენტი, რომლებსაც გარკვეულ დავალებებს დავავალებ და შეასრულებენ იმ კონტექსტის და ინფორმაციის მიხედვით, რომელიც უკვე მაქვს ჩემი Obsidian-ის საცავში. იმედია, ამ 5 იდეიდან რომელიმეს მაინც გამოიყენებთ და მოასწრებთ 12 ივლისამდე ამ ყველაფრის შესრულებას, ბოდიში 13 ივლისამდე, წესით 12 ივლისსაც უნდა გქონდეს წვდომა და რა ხდება 13 ივლისიდან. 13 ივლისიდან subscription-იდან Fable 5-ს ამოიღებენ, ანუ თუ იხდით subscription-ში თანხას, Fable 5-ზე მაინც არ გექნებათ წვდომა. იმისთვის, რომ Fable 5-ზე მივიღოთ წვდომა, დაგჭირდებათ ცალკე თანხის, ანუ ბალანსის შევსება cloud კრედიტების სახით, რომელსაც შემდეგ cloud-ი დახარჯავს გამოყენების მიხედვით. თუმცა ეს იქნება ბევრად უფრო ძვირი, ვიდრე რაც ახლა გაქვთ. დაახლოებით ჩემი გამოთვლებით 10-ჯერ უფრო ძვირი დაჯდება. რადგანაც ზოგადად cloud-ის subscription-ით მიღებული ტოკენები არის სუბსიდირებული ტოკენები, ანუ API-ს თუ გამოვიყენებთ, დაახლოებით 6-ჯერ, 10-ჯერ უფრო ძვირი ჯდება API-ის pricing-ი, რაზეც გადავდივართ რეალურად Fable 5-ის შემთხვევაში. თუმცა ერთი კარგი სიახლეც არის, ანთროპიკი გვპირდება, რომ ეს არის დროებითი, იქამდე სანამ ექნებათ საკმარისი სერვერული რესურსი იმისთვის, რომ Fable 5 დააბრუნონ subscription-ის მოდულში. ეს ვიდეო თუ გამოგადგათ რამეში, დაალაიქეთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, კომენტარებში დამიწერეთ რისთვის გამოიყენებთ
Fable 5-ს რას შექმნით და ყველაზე საინტერესოს ამოვარჩევ და ამაზე შეიძლება კიდევ ცალკე ვიდეო ჩავწერო. რა თქმა უნდა, ჩემ Agentic OS და Obsidian-ს, როგორც დაგვერდით წინა ვიდეოში, გაჩვენებთ მომავალ რამოდენიმე ვიდეოში, ეს იქნება ვიდეოების სერია და გაჩვენებთ როგორ განვავითარებ მას და საბოლოო ჯამში რა შედეგამდე მივიყვან. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.